ახალგაზრდა თეთრკანიანი გოგონები დიდ ბრიტანეთში აღარ არიან უსაფრთხოდ და ვინც ამას აკეთებს იმიტომ, რომ შეუძლიათ დაუშჯელოთ. რას აკეთებენ იკითხავთ? აი ესეთ რაღაცებს. შორდი, თავაზიანად შორდი. აი ეგ არის. ეგ არის. ეგ ის. ეს არის ეგ. გულისხმობ პირდაპირ თეთრკანიანი გოგოების ჯგუფი ქუჩაში მიდის და ეს აშკარად. კაცი სინამდვილეში ცდილობს ხელი მოკიდოს მის საჯდომს. უბრალოდ ძალიან კაფიოთ რო ვთქვა, ეს ხდება უფრო და უფრო ხშირი ფენომენი მთელ დიდ ბრიტანეთში. გოგონები ყველგან ამაზე საჯაროდ ლაპარაკობენ და ეს ახალგაზრდა გოგონა მე წარმოუდგენლად აღფრთოვანებული დავსჭი ამით. ნახეთ ეს. მინდა გავიზიაროთ ჩემი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით. მე არის უბანი, სადაც ადრე ვცხოვრობდი. ეხლა იქ აღარ ვცხოვრობ. რატომღაც ეხლა პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობ. სახლი ძალიან იაფად ვიყიდეთ. მაგრამ ჩემს ძველ უბანში იყო. დიდი პრობლემა იყო სამწუხაროდ. მიგრანტი კაცები ავტობუსის გაჩერებებზე და ავტობუსებში ელოდებოდნენ, რომ შეეწუხებინათ და რომ ახალგაზრდა ქალებზე და გოგონებზე სექსუალური ძალადობა ჩაედინათ. ანუ პირდაპირ მეუბნები, რომ ერთი გოგოა, არც კი ვიცი რამდენი წლისაა, მაგრამ უბრალოდ ჩვილივით გამოიყურება. რომელმაც დაინახა მიგრანტი კაცების ფენომენი, რომლებიც ავტობუსებთან ელოდებიან გოგონებს, რომ შეაწუხონ. ხომ ასეა. ეს არ არის უბრალოდ შემთხვევითი ვიდეო, რომელშიც ვიღაცა უბრალოდ შემთხვევით მოხვდა კამერაში. არა, ის ამას საკუთარ საცხოვრებელ ადგილას განიცდის. ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რომლის შესახებაც ყველა გოგო მიცის და მაინც ამაზე ჯერ კიდევ არავინ საუბრობს. გქონდათ მითუ მოძრაობა, რომელმაც თითქმის ააფეთქა მსოფლიო, როცა ქალები გამოვიდნენ და თქვა კი იცით, როცა მე მუშაობდი ელიტურ წრეებში, მაგალითად ჰოლივუდში, იყო ბევრი ძალადობა და ყველა ამბობდა, ვაუ, არ მჯერა. მაგრამ როცა ახალგაზრდა გოგონები ამბობენ, ავტობუსიდან ვერ ჩამოვდივარ, რადგან იქ მიგრანტები არიან, რომლებიც მელოდებიან, რომ შემაწუხონ, სად არის შოკი და საშინელება? რადგან ეს საკმაოდ გავრცელებული უნდა იყოს. მაგალითად ორი შემთხვევა, როცა სკოლაში ვიმდევდნენ. იყო მაშინ, როცა მე გავიარე მარიამი, გავიარე ავტობუსის გაჩერება და შემდეგ დამიწყეს მიყოლა. ერთხელ ეს იყო სამხრეთაზიელი მამაკაცი, ხოლო მეორედ შავკანიანი მამაკაცი. ის ნიგერიელი არ იყო. მე ვიცოდი, რომ ის ნიგერიელი არ იყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ნიგერიელების ეთნიკური გარეგნობა ვიცი. დანარჩენებზე ბევრი არაფერი ვიცი. ამ გოგომ უბრალოდ ისე თქვა, თითქოს არაფერია, რომ ორჯერ უცხოელი მამაკაცები გახვდნენ სკოლაში. გულისხმობ აიღვიძე. რომელ სამყაროში დადიან გოგონები სკოლაში და მათ უკან მიყვებიან მამაკაცები და მშობლები არ მოდიან და არ ცემენ იმ მამაკაცებს, ან არაშორებენ მათ. რომელ სამყაროში უშვებ შენ შვილს ავტობუსის გაჩერებაზე, ან უბრალოდ სკოლაში. და ის იცის, რომ არსებობს შანსი ვიღაც უკან გახვებება, გააქვს წარმოდგენა, რამდენად შემაშინებელი, ტრაუმული, საშინელი და სახიფათოა ეს. და უბრალოდ ხო იმ ორჯერზე როცა უკან გამომყვნენ, ორივეჯერ ავტობუსის გაჩერებიდან იყო. წუხარ. თუ შენ შვილს ავტობუსის გაჩერებაზე ტოვებ და იქ კაცები არიან, ჯობია დაელოდო სანამ შენი გოგო ავტობუსში არავა, ხო გესმის? არ ვიცი ეს თუ აშკარაა ყველასთვის, ვინც ამას უყურებს. მაგრამ ეს იყო მართლა. და ეს იყო მართლა საშიში. პირველად როცა სკოლამდე გამოვყვნენ, მაგალითად გვიყურებდი. როცა ავტობუსის გაჩერებას ჩაუარე და მე ვცდილობდი შვიდად. დამშვიდდი. აშკარად არ არის ან კულტურას მიჩვეული. აშკარად იმიტომ გვიყურებს, რომ მის ქვეყანაში შეიძლება ნორმალური იყოს ასე ყურება. უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთია. უბრალოდ იმიტომ, რომ ის ასეთია, არ ნიშნავს, რომ პედოფილია. და შემდეგ მაპატიეთ, მაგრამ ნიშნულობა არ აქვს, რომელი კულტურიდან მოდიხართ. თუ თქვენ პატარა გოგონებისთვის ასე დაჟინებით ყურებას ნორმალურად მიიჩნევთ და ელოდებით მათ ავტობუსის გაჩერებებზე, ეს მეგანს აძლევს უფლებას, რომ ეშინოდეს. ეს მეგანს აძლევს უფლებას, თქვას, რომ აქ რაღაც ნამდვილად არ არის რიგზე. და ის ფაქტი, რომ ის ამბობს, ეს არ ნიშნავს, რომ ის პედოფილია. მე ვფიქრობ, ეს ცოტა გადაჭარბებულია. მე ვფიქრობ, ეს ზუსტად ამას ნიშნავს. ის თითქოს სკოლაში გამონკვა. მე რა ჯანდაბაა ეს? ანუ რა ჯანდაბაა? სხვათა შორის, ეს ჩრდილო აღმოსავლეთია. ხო, ასეა. და როცა ამ უბანში გადავედი, პირველი კვირა იყო. ეს პრესტიჟული უბანია, მაგრამ პირდაპირ მეტროსთანაა, რაც არც ისე პრესტიჟულია. პირველი კვირა გადავდივარ. იყო არაბი კაცი, რომელიც ტელეფონით ჩემი ფანჯრებიდან იყურებოდა. ჩვენ სახლთან მივდიოდით და დავინახეთ ის. ალბათ უყურებდა ჩემს დას, როგორ იცვლიდა ტანსაცმელს, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. და მე პირდაპირ ესეთი რეაქცია მქონდა. რა? რა ვარ მე? რა ხდება ღმერთო? შენ გადახვედი ელიტარულ უბანში.
შენ არ ლაპარაკობ ერთ უცნაურ ადგილზე. არა, ის ცხოვრობს ერთ ადგილას. შემდეგ გადადის სხვა ელიტარულ უბანში და მერე არის კაცი, რომელიც ფანჯრიდან უყურებს, როგორც ცდილობს ის თავის დას. გაიხადოს ტანსაცმელი. ეს ის ისტორიებია, რომელზეც ჩვეულებრივ მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა, ან სულ მცირე, ეს ადამიანები ციხეში იქნებოდნენ. მაგრამ ის უბრალოდ ცდილობს იყოს ისეთი თითქოს, ხო? ანუ ეს მე ამომიღეს მიზანში. ფიქრობდი, ნუ თუ ბანდის სამიზნე ვარ. რა ხდება აქ? რადგან ეს ძალიან ხშირად ხდება. და შემდეგ იმ კვირის შემდეგ ჩვენ სახლში მივდიოდით ადგილობრივი რესტორნიდან. თუმცა რესტორანს ვერ დავარქმევდი, რადგან არ იყო ელიტური. მაგრამ უფრო პაბს გავდა. სახლს არ დავასახელებ, მაგრამ ეს ჩემი საყვარელი ადგილია. და იმავე არაბმა კაცმა სახლში მოყვა, რაც საშინელი იყო. დიახ. ეს იშვიათი გამოცდილება არ არის. ეს საშინელია, რომ ერთი და იგივე კაცი ორჯერ მოყვება. ეს არის საშინელი, ტრაუმული, შემაშინებელი მოვლენა. როცა უნდა დაერეკო პოლიციაში და პოლიცია მაინც უნდა დააგაოს ეს ადამიანი. მაგრამ ის უბრალოდ ამბობს. ნახე, ეს ახლა ჩვეულებრივი ამბავია. გულისხმობ, იმ 6 კვირის განმავლობაში მე უბრალოდ მე-11 კლასში გადავდიოდი. ეს ფაქტობრივად გასულ წელს იყო. მაგრამ იმ 6 კვირის განმავლობაში, სანამ მე-11 კლასში გადავიდოდი, სამი გოგო იმავე უბლიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე იმ ავტობუსის გაჩერებიდან, საიდანაც მე გამომყვნენ. F-მა არაბმა მამაკაცმა შეავიწროვა. მიგრანტმა სხვათა შორის ავტობუსში. და ისინი იმდენად შეშინებულები იყვნენ, სამივე. ისინი 14 წელზე უმცროსები იყვნენ და ის ცოლს ეძებდა სხვათა შორის. ვიბრუნებ ჩემს სიტყვებს. როცა ადრე გითხარით, უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენს ქალიშვილს დაელოდებით, სანამ ავტობუსშია. შეიძლება თავად გინდოდეთ ავტობუსში ასვლა. 14 წლის გოგონებს არაბი მიგრანტი ეკითხებოდა, იქნებოდნენ თუ არა მზად მისი ცოლი გამხდარიყვნენ. გოგონები შეშინებულები გადმოვარდნენ ავტობუსიდან და ის დაედევნა მათ კოოპის მაღაზიაში. და ამაზე არაფერი გაკეთებულა. პოლიციამ თქვა ვერაფერს გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი აშკარად მტაცებელი იყო, ვერაფერს გავაკეთებთ. მე ნამდვილად მინდა. გულისხმობ. რა? რა ხდება ამ ქვეყანაზე? კაცი 14 წლის გოგონებს თხოვენ დაქორწინებას, მერე კი მათ კოოპის მაღაზიაში დასდევენ და პოლიცია არაფერს აკეთებს. გასაკვირი არ არის, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოვლენა, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ დაუსჯელოდ რჩებათ მათი რასის გამო. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ დაუსჯელოდ რჩებათ მათი რასის გამო. და იცი ვის არ შერჩა ეს? ახალგაზრდა გოგონებს. ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც ახლა მთელი ცხოვრების განმავლობაში ტრაუმირებულები არიან, რადგან კაცები ქუჩებში და ავტობუსებში დასდევენ მათ. მიყვებიან მათ, ფანჯრებიდან უთვალთვალებენ, როცა იცვამენ. არავინ აქცევს ამას გაბრაზებული ვარ. რადგან ცივა. გაბრაზებული ვარ. მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ, რადგან სხვა ხალხის კულტურებზე არაფერი ვიცი. იმიტომ რომ მხოლოდ ესპანეთის კუნძულზე ვარ ნამყოფი და სულ ესაა. ხედავ, ეს გოგო ბავშვია და უბრალოდ ცდილობს ამ კაცების ქცევის გამართლებას. ის პირდაპირ ვიდეოს იღებს იმის შესახებ, თუ როგორ გააძევეს მისი მეგობრები ავტობუსიდან, მას შემდეგ რაც ცოლობას თხოვეს. ორჯერ აედევნენ. ნახა კაცი, რომელიც ისევ აედევნა მათ. უხურებს თავის დას ფანჯრიდან და ასე შემდეგ, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბებია. და ის აქ ამბობს, რომ იქნება ეს უბრალოდ ნორმალურია მათ კულტურაში. თუ ეს ნორმალურია მათ კულტურაში, მაშინ არ უნდა ცხოვრობდნენ შენს კულტურაში. ეს მართლა საზიზღარია. მართლა. მე მივდიოდი მოედანზე, რადგან რაღაცის ფიდვა მინდოდა. მგონი კურდღლებისთვის საჭმელს ყიდულობდი ან რაღაცას ჩემი კურდღლებისთვის. ადრე კურდღლები მყავდა. და იყო ძალიან გრძელი ბილიკი, რომელიც მოედანზე მიდიოდა. ერთი მხარე კი ღობისკენ იყო და დავინახე ერთი ბიჭი. მეგონა სომალელი იყო, მაგრამ ეხლა რო ვიხსენებ, მგონი ერიტრეელი იყო, ან როგორც არ უნდა ეწოდოს. ის ბალახზე იცვა. ვიდეოს ირებდა, სადაც ორი თინეიჯერი სკამზე კოცნაობდა. ის იწვა, მაგრამ არ იყო ბორცვზე, სადაც ხალხი ჩვეულებრივ წვება და მზეზენები ვრობს. ის ღობის მხარეს იწვა. ესეთი რამ არასდროს მინახავს. გაჯანდაბა. ანუ და მას ფაქტობრივად ტელეფონი სკამის ქვეშ ჰქონდა, ცდილობდა დაეცვა. სიტყვა სიტყვით. ეს ახალგაზრდა გოგოა, ახალგაზრდა გოგო, რომელმაც ეხლა უფრო მეტი შემთხვევა გააჟღერა ან გაავრცელა, ვიდრე ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ოდესმე უნდა ქონოდა განცდილი, მაგრამ ის მათ ნორმად აღიქვამს და ასე საუბრობს. და ის საუბრობს ამ შემთხვევებზე ისე, თითქოს ცდილობს მეორე მხარის ლეგიტიმაციას. ის ხსნის, რომ პოლიციაში წასვლას აზრი არ აქვს, რადგან პოლიცია ვერაფერს გააკეთებს. და ამაში რა მიანიშნებს? ეს ჯანსაღი საზოგადოებაა, რომელიც თავის ახალგაზრდა გოგოებს იცავს. რა არის ამაში მისაღები? იმიტომ რომ ჩემთვის ამ ყველაფერში ყველაფერი არასწორია. არასწორია. უბრალოდ არასწორია. და ის ტელეფონზე ლაპარაკობდა, მაგრამ მე გვერდით ჩაუარა. იმედია იმ ვიდეოში არ ვარ. იმედია როცა ის ხუმრობდა, იმ ორ თინეიჯერს უღებდა ვიდეოს.
მაგრამ მაინც იყო უზარმაზარი პედოფილიის პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. და ხალხმა უნდა შეწყვიტოს მსხვერპლთა გაჩუმება, რომლებიც საჯაროდ ლაპარაკობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ხო ვიცით, არ გვინდა რასისტებად გამოუჩნდეთ. ეს თავისთავად რასიზმია. ეს რასისტულია. და ეს ქალების წინააღმდეგა. და ეს თქვენი კულტურის წინააღმდეგა. და ეს თქვენი საზოგადოების წინააღმდეგა. თუ თქვენ არ ხართ მზად, რომ სხვა კულტურაში არსებული პრობლემები გამოავლინოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამბობს, შეიძლება ეს მათ კულტურაში ნორმალურია, თუ ეს კულტურაში ნორმალურია, მაშინ ისინი აქ არ უნდა იყვნენ. მორჩა. მარტივია. მარტივია. თუ უბრალოდ ჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალებს ამდენი ისტორია აქვთ მოსაყოლი. ეს არასწორია. მადლობთ ამ საკითხზე ყურადღებისათვის.